უსინათლოთა კავშირის პირველ ფილიალში, რომელიც არის სისანის ამგორის და ასევე საგარეჯოს ფილიალი, ტარდება ფილიალის კრება და თან არჩევნები, ანუ თავმჯდომარე ირჩევა, ასევე 6 დელეგატი, რომლებმაც შემდეგ ხმა უნდა მისცენ უკვე კავშირის თავმჯდომარის არჩევნებზე. ეს შენობა, ეხლა რომ დაგანახოთ, ბოჭორმას ქუჩაზე მდებარეობს. ეს ნაწილი, სადაც ეხლა ვდგავარ, სადაც ძირითადი ოფისები იყო ხოლმე, განთავსებული, ეს არის ავარიული და თავიდან, როდესაც გავიგე, რომ ამ შენობაში უნდა ჩატარებული იყო, ცოტა გაუგნებული ვიყავი, მეთქი, რა ვიცი, თუ ავარიულია, მაშინ აქ რატო ვატარებ და ხო არ ჩამოგვემხობა თავზე, თუ არ არის ავარიული, კიდევ მაშინ რატო გადავიდა მთელი კავშირის ოფისი აქედან ნაძალადებზე. თუმცა შემდეგ გამოიკვეთა, რომ რეალურად ეს კრება ჩატარდა, აქედან ცოტა მარჯვნივ, ახლა გაჩვენებთ იმ სივრცეს. და თან გზა და გზა, სანამ მივალთ, გეტყვით, რომ ვისაც გვინდოდა დაუშვათ თეორიულად, ვისაც შეიძლებოდა კენჭი ეყარა, ან თავმჯდომარეობაზე, ან დელეგატობაზე, არანაირი საკონტაქტო ინფორმაცია ფილიალის წევრების არანაირი საკონტაქტო ინფორმაცია არ მოგცეს, რომ ეს არისო პერსონალური მონაცემებიო ამ მოტივით. და ეს ნიშნავს, რომ ეხლა აზრს კარგავს შენ ნებისმიერ მცდელობა, ხა შენ თუ ადამიანებს წინასწარ არ დაურეკე, არ გააგებინე შენი აზრი, ან რაღაცა პროგრამა რაღაცა არ შეთავაზე და არ დაელაპარაკე, მარტო პირდაპირ არჩევნების დღეს მოსვლა და უიპატივცემულო მე ვაპირებ რაღაცა კენჭისყრას, ეგრე არ გამოდის რეალურად, ხო? და რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავინ ვერ ვიქნებოდით თანაბარ პირობებში. ამიტომ ავდათ კიდეც ერთადერთი კანდიდატი თავმჯდომარეობის და დელეგატობაზე ვნახოთ რა სიტუაცია იქნება. 9 კანდიდატი არის და 6 ადგილი არის, ესე ვთქვათ, დელეგატად, ვინც უნდა იყაროს კენჭი. ეს არის დღის მდგომარეობით ვითარება. ჩატარდა ამ სივრცეში, რომელიც ასევე შენობის ნაწილია, თუმცა აქ იყო ადრე რაღაც საწყობები, რაღაც საწარმო თუ რაღაც მსგავსი. ერთხელ მოვედი უკვე როცა გადასულებიდნენ და მოვიკითხე და ასე მითხრეს, რომ რაღაც კერძო კომპანიას ჰქონდა ნაქირავები თითქოს. ხმა მივეცი ასისტენტის დახმარებით, ანუ ვიღაცამ ასისტენტმა წამიკითხა და შემომიხაზა. აქ დიდი არჩევნებისგან განსხვავებით უსინათლოთა კავშირში არც არანაირი ჩარჩოფორმები არ არის და არანაირი უსინათლოსთვის დამხმარე საშუალება, რომ დავუშვათ დამოუკიდებლად მივცეთ ხმა, ისე რომ სხვა ადამიანმა არ გაიგოს.